Ასტიკათ მიზან მიმართულად ნაცემი ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პუბლიკა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია სამამშვიდობისა. დიდი მადლობა. თავდაპირველად გითხავთ როგორია, აი შეიძლება აქეთ კამერისკენ, როგორია ამ წუთას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის შემდეგ რაც გაიარეთ რეჟიმის, ასე ვთქვათ, რეპრესიების აი ეს კონკრეტული მეთოდი ცემა. ხოდა მე მაშინ მომიწია რა ორი კვირა ყოფილიყავი რა ფაქტობრივად წოლით რეჟიმში, გავიკეთეთ ცხვირის ოპერაცია და იმას შემდეგაც თავზეც მქონდა რაღაცა ტრამები, მას შემდეგ ცილობრივად მქონდა მიმექცია ყურადღება, გადამემოწმებინა და ბოლო გადამოწმების მერეც მაქვს ისევ ცხვირზე სერიოზული პრობლემები, ვერც ვთქავდი და ფაქტობრივად ეხლა რაც ექიმებმა მითხრეს, ეს მკურნალობის მეთოდებით ჩვეულებრივი აღმოჩნდა უშედეგო და სავარაუდოდ ერთი ოპერაცია კიდევ უნდა გავიკეთო, ჭირდება რომ ნორმალურად იფუნქციონიროს ჩემმა სისტემამ სუნთქვის. ხო, ეს ყველაფერი იმისთვის რომ ასრულებდით თქვენს პროფესიულ მოვალეობას. ალექსანდრე, ზოგადად არ არის ახალი ამბავი, რომ ჟურნალისტიკა არის რისკის შემცველი პროფესია. მაგრამ ის რაც ახლა ხდება საქართველოში, აი მხოლოდ ბოლო 4 თვის მონაცემი რეპრესიების მსხვერპლი 147 ჟურნალისტი ყავს. აი როგორ დაახასიათებდით ერთი კონკრეტული ჟურნალისტის, აი თქვენი მუშაობის საფრთხეებს ახლა, როდესაც ერთხელ ეს ყველაფერი გაიარეთ და ერთხელ არა, ამ ძიმე ფორმით ერთხელ, მაგრამ მანამდეც რა არის დღეს ჟურნალისტის სამუშაო საქართველოში? აი რა რისკების წინაშე დგას ის, როდესაც გადის გადაღებაზე? ხო, მე სულ ამოვხმე რომ 10 წელზე მეტია ვაშვებ მოვლენებს გარეთ, გავარ ქუჩაში ვიღებდი სხვა ბევრნაირი აქცია გადამიღია, ბევრი სხვადასხვა ჯგუფის ორგანიზებული, სპონტანური დაგეგმილი, ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, პოლიციასთან ბევრი გადაკვეთა მქონია და განსაკუთრებული ესეთი სიტუაციის გავარესება დაიწყო ფაქტობრივად ბოლო 2 წელია განსაკუთრებულად ვხედავთ რომ უკვე ჟურნალისტების მიმართ გახდა პოლიცია აგრესიული, 3 შემთხვევა მქონდა პოლიციასთან რაღაცა ესეთი ცუდი და ეს ბოლო 2 წელში და რუსული კანონიდან აი 2023 წლის რუსულ კანონის დროს იყო პირველად როცა პოლიციელმა დამარტყა რაღაც ხელით სადა ტელეფონის წართმევა. მაშინ ეს ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი იყო ჩვენთვის და რა თქმა უნდა მაშინვე მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რა თქმა უნდა გამოძიება უშედეგო იყო და აი მას შემდეგ ფაქტობრივად ვატყოდით რომ თუნდაც ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველდღიურ სიტუაციაში, ან როცა რაღაც რამდენიმე პოლიციელი მაინც ჩნდებოდა ადგილას, სადაც შვიდად მუშაობდით, აი რაც ყოველთვის იყო რაღაც გარკვეული დაძაბულობა, ყოველთვის შეიძლება სრულად რაც მოშორებულ სიტუაციაზე მოსულიყვნენ და ეთქვათ რომ აი აქედან უნდა გადახვიდეთ. ამბობთ რომ იყო დაძაბულობა, მაგრამ აი ამ ტენდენციას როგორ აღვიწერდით? ხო ეს დაძაბულობა გადავიდა, შემდეგ უკვე განსაკუთრებით გაიზარდა და გაიზარდა, რაც უფრო ხედავთ, რაც უფრო ესეთი რთული ხდებოდა მათთვის რაღაც ეს შენარჩუნება, რეჟიმის შენარჩუნება და რაც უფრო ძიმე დარღვევებზე მიდიოდა, თავრობა უფრო და უფრო ესე აგრესიული ხდებოდა პოლიცია ჟურნალისტების მიმართ. და აი ეს განსაკუთრებით გამოჩნდა უკვე ამ 24 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. საინტერესოა ერთი რამ, რაც უნდა გავახსენოთ მაყურებელს, მაგალითად 2021 წლის 5 ივლისი, როდესაც ასტიკად დაარბიეს მოქალაქეები, ეს რეჟიმმა გააკეთა, ასე ვთქვათ, თავისი რადიკალური დანაყოფის ხელით. და იქ ჟურნალისტებსაც გაუსწორდნენ. ეს არ იყო რაღაც შემთხვევით, მასობრივად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ ახლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც აი ამ ტიტუშკებს ემატებიან პირდაპირ პოლიციელები. აი ეს არის საინტერესო ამბავი კიდევ, რომ ეს ადასტურებს პირდაპირ რამდენად მიზანმიმართულია ხომ ასეა? კი. 2021 წლის 5 ივლისს ან ყველას ახმა ქონდა რა თქმა უნდა ჟურნალისტებს, რომ ეს იყო ორგანიზებული და შეთანხმებული მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ რაღაცა ოფიციალურ თუ არაფორმალურ დონეზეც კი თითქოს თავს ირიდევდნენ და თითქოს მას მერე თითქოს შემდეგ ასეთ ამ ალტინფოს აქციებზე რაღაცა დაცვა გამოუყვა ჟურნალისტებს, რომ ვითომ აი ეს მათი ბრალი არაფერი იყო და მე შეცდომა იყო მე იზრუნეს. რაღაც მე ჩვენ მაშინ ხვდებოდით ეს ეს იყო რაღაც ფორმალობა და მაგრამ მაინც რაღაცა ცდილობდნენ რომ ფორმალურად მაინც დაეცვათ ის სტანდარტები, რასაც უნდა იცავდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ესე გარეთ მუშაობისა ჟურნალისტების გვერდით. და აი ახლა უკვე აღარც ცდილობენ რაღაცა ფორმალურად მაინც რაღაცები დაფარულად გააკეთონ და ხედავთ რომ უკვე რაღაცა სინქრონულად მოქმედებენ, შეიძლება პოლიციელები ან გვერდით
გვერდით ედგნენ, არაფერს აკეთებდნენ. კადრებში ჩანს მაგალითად მინდა გავაძის შემთხვევაში, როცა პოლიციელები გვერდით იდგნენ და არაფერი გაუკეთებიათ. ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, მაგათ შხლაძესთან, გიორგი შეწირულის თავდასხმელებს გვერდით იქვე იმ არეში სრულიად სავსე იყო პოლიციელებით და აი ეს ამ ხელუზარმაზარი ჯგუფი ესე აშკარად პირდაპირ ეთერში ძალადობდა ხო ნახეთ. და ნუ ჩემ შემთხვევაში ხო საერთოდ პირდაპირ და გურამ როგორ შემთხვევაში პირდაპირ ასე სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა იძალადეს მაშინ როცა ჩვენ გქონდა პრესის აღჭურვილობა და ვასრულებდით ჩვენ საქმიანობას ხო ვიდექით ისეთ ადგილებში სადაც ანუ შემთხვევით რაღაც გასროლი რაღაცაც კი შეიძლება არ მოხდებოდა. ალექსანდრე, აი ის რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული და გეგმილია და ამ შემდეგ ეჭვს საერთოდ არ იწვევს ამას ფაქტების სიმრავლეც და ხასიათიც ამ დანაშაულისა ცხადყოფს და მე მგონი აქ ბევრი განმარტება არც არის საჭირო, მაგრამ საინტერესოა თავად კომუნიკაციის ფორმები ჟურნალისტთან, რომელზეც ძალადობენ ეს საპოლიციო ძალები. აი თქვენი გამოცდილება მოგვიყევით იმის შესახებ, კომუნიკაცია როგორია ვერბალური, ფიზიკური ძალადობის პარალელურად. კი, ანუ აი ჩემს შემთხვევაში მაგათ ძალიან საინტერესო ის რომ მანამდე ქუჩის მეორე მხარეს ვიდექით და ვიყავ შემაღლებულ ადგილას და იქ ძალიან ის აგრესიული ფორმით მოგცვიდნენ და რაღაც ძალიან ისე შეურაცხყოფილი სიტყვებით მოგიწონებდნენ რა გავსულიყავით, ანუ გვაგინებდნენ ფაქტობრივად და მაშინ ვიგრძნი რომ იქ არ იყო თვად უსაფრთხო გარემო, ვიდექით ორ თუ სამი ჟურნალისტი ერთ ფეხით ჩაარტყეს და ამიტომ გადავინაცვლე რომ პირიქით მოურვიდებოდი და გადავედი ისეთ ადგილას, სადაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი იდგა და ჩავთვალე რომ აი ხედავდი რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ მაგის მიერ მაგალითად ჟურნალისტებს ქეთაციცქიშვილს პირდაპირ ესე აგინებდნენ და ჩემთვალწინ და ხედავდი რომ ეს რაღაცა სრულად კი ახალ მოვლენას უყურებდით რომ ესე პოლიციელებს ქუჩის ბიჭებივით იდგნენ და აგინებდნენ ჟურნალისტებს განურჩევლად ავის კესისა ასაკისა ყველას ესე აგინებდნენ ან ეს ხო და ჩემთვის მაშინ ცოტა შოკის მომგროვდა ამიტომ მეცადე რომ პირიქით გავურიდებოდი ამან არ უშველა პირიქით მე ჟურნალისტებს ესე თლიან და კორდონს რაღაცა ალყაში მოგვაქციეს და წამათრიეს და ნუ აი მაშინაც მე ძალიან ან მე რაც ვიცი და რასაც ყოველთვის ჩემი პროფესიული ეთიკა მკარნახობს ან მაშინ მხოლოდ იმას ვმეორებდი რომ ვარ ჟურნალისტი და რომ მე იქ მუშაობდი და იყო შეცდომა ჩემი დაკავება არც ერთი რაღაც არ შევსვარ სიტყვები კამაჩი მიუხედავად რომ თან მირტყავდნენ თან მაგინებდნენ ძალიან უხეშად მაგინებდნენ უბრალოდ პირადადაც და პროფესიული კუთხითაც რომ მაგინებდნენ რაღაც ჟურნალისტი ვარ ფოტო მე რაღაც ფოტოაპარატი რომ დაინახეს და უთხარ ფოტოებს ვიღებ მე რა ფოტოგრაფი ხარ ხო და მე ესე ძალიან შეურაცხყოფილად ძალიან და აგდებულად მოიხსენდნენ ჩემ პროფესიას რაღაც ესე მეძახდნენ. დიახ, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმას, რომ ეს ისტორიები არ მთავრდება ძალადობით. შემდეგ მოდის ეგრეთ წოდებული სამართლებრივი საკითხი, რომელსაც კიდე ცალკე იყენებს რეჟიმი. ანუ თქვენ წინააღმდეგ, ანუ ადამიანის წინააღმდეგ, რომელზეც იძალადეს, შემდეგ უკვე სამართლებრივი ბერკეტებით დაიწყეს ბრძოლა. ახლა რა ეტაპზეა ეს ყველაფერი? იყო ორი მუხლი, თუ არ ვცდები, ხო? 166 და 173 ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ახლა სად არის ეს საქმე? ეს იმდენად სტანდარტული და შაბლონური გახდა ის რომ უკვე ჩვენ მაგალითად წინასწარ ვიცოდით ზუსტად როგორ განვითარდებოდა პროცესი, რას იტყვნენ მოწმეები, თუ მოწმეები, რას გადაწყვეტა მოსამართლე. ეს როგორც აღმოჩნდა, ეს ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლებისთვის რაღაც საქმე ბოლოსკენ მოიტოვეს, ფიქრობს რომ მაშინ ცოტა ალბათ რაღაცა კიდევ მეტ რეზონანსს გამოიწვინენ და უკვე სერგი ბარამიძეს თავის ოპერატორს თორსა წვრილმან ხულიგნობაზე შეწყვიტეს, იმიტომ რომ კადრებში ჩანდა პირდაპირ რომ იქ არანაირი ხულიგნობის ადგილი არ ქონდა, მე მაინც გამოუძებნეს რაიმე რაღაც რომ აი აქ რატომ იდექი ან ხელს უშილდით თქოს პოლიციას რაც სრულად აბსურდია, უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო ისეთი შემთხვევა პრეცედენტი, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო რაღაცა შეცდომით გააკეთა. ანუ სასამართლოს აქ ეს დავალება, რასაც ხედავთ, რომ ან ყველა შემთხვევაში ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობა გაამართოს რაიმე კუთხით მაინც. როცა ძალიან აბსურდული ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა, რომ აი ეს რადგან იმდენად თვალსაჩინო იყო წვრილმან ხულიგნობა, ამაზე შეწყვიტა და მაინც სამართალდამღებაც უნდა სიტყვაში შენიშნა გამომიცხადა თქოს და სამართალდამღებისა და დაუმორჩილებლობის ამ მუხლზე ადმინისტრაციულ სამართალდამღებაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის მიწურულს მინდა შევაჯამოთ რაღაცნაირად ეს რა გავლენას ახდენს თქვენი აზრით ეს ზოგად სურათზე პერსონალურად თქვენზე ან გურამზე ან მაკაზე ან სხვებზე არ არის აქ ლაპარაკი ვიცით, ხედავთ როგორი შემართებით ხართ, მაგრამ ზოგად სურათში თქვენი აზრით შესაძლოა რომ რეჟიმმა მიაღწიოს შედეგს დაშინების თვალსაზრისით და მედიასთან ანგარიშწორების ამ გზით რაღაც თავის სასარგებლო შედეგი დადოს.
კი, ანუ თან ჩვენ ხო ხედავთ, რომ ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან მრავალმხრივი მეთოდებია, რაზეც თქვენ კარგად გქონდათ ესე შეკრული, სადაც ჩანს, რომ ეს სამართლებრივი მეთოდები იქნება მაგალითად ჟურნალისტების დასჯა-სისხლის სამართლებრივი წესი დღემდე პატიმრობაშია სიამოვნებელი და ეს დაშინებაც ძალიან რეალურად მაინც მოქმედებს ჟურნალისტებზე, ხო? რაც არ უნდა გამედავ იყოს მინიმუმ მაგალითად შეიძლება ტექნიკა დაკარგო და იმის შიში მაინც გქონდეს, რომ მე ახალ ტექნიკას ვეღარ იყიდი, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ძვირია და თან ის ცდილობენ რომ ფინანსურადაც მოგგუდონ მედია, ხო? ანუ შესაბამისად ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს რაღაცა სიმამაცე, რომ გავდიოდეთ ქუჩაში და მუშაობდეთ. ეს ჩვენი უფლება, ჩვენ უნდა ვიმუშაოდეთ ძალიან თავისუფლად და ძალიან უსაფრთხოდ. ხო, ამიტომ არ უნდა გვიწევდეს ესე რაღაცა გმირობის ტოლფაზე არ უნდა ხდებოდეს მართლა იქ სადაც აქციების გაშუქება. შესაბამისად, ამიტომ ფიქრობ, რომ რეალურად რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი ეს ახდენს ძალიან უარყოფით გავლენას, ხო? ჩვენ ემოციური იქნება ეს თუ უბრალოდ ფიზიკურად შეიძლება მოერიდოს ადამიანი, იმიტომ რომ არ იყოს ზად რომ რაღაცა სცემოს დააკავს ან თუნდაც როგორც თქვი, უბრალოდ დაკარგოს ის ტექნიკა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია და ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს, რომ ვერ მოხდება ეს და ვერ მიაღწევენ ამ შედეგს, მაგრამ მათი მიზანი თვალსაჩინოა და აშკარაა. ძალიან დიდი მადლობა და არ არის მხოლოდ ეს ნაწილი, არის ბევრი სხვა მიმართულება, მათ შორის ფინანსური, რომლითაც მედიის მოგუდვას ცდილობენ. დიდი მადლობა ალექსანდრე ქეშელაშვილი პუბლიკის ჟურნალისტი იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ ალექსანდრე.